გამარჯობა, მე ვარ გიორგი ბარამიძე, ეს არის აზროვნების სახელოსნო და მე მინდა განვაგრძო ის საუბარი, რომელიც წინაჯერზე გამოვიწყე, ასე ვთქვათ, და მინდა ორიოდ შტრიხი წაუმატო იმას, რაც თქვი სუნთქვის შესახებ და საზოგადოდ სხეულის შესახებ წინა ვიდეოში. ანუ პრობლემა მდგომარეობს რაში, რომ როგორ უნდა შევიყვანო მე ჩემი სხეული ჩემს შინაგან სამყაროში. ჩემმა მემ როგორ უნდა შეიყვანოს ჩემი სხეული ჩემს შინაგან სამყაროში. ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, არსებობს და ეს საკმაოდ რთული პრობლემა არის. არა მარტო იმიტომ, რომ დავუშვათ ფიზიკურ სხეულს ვერ აიღებ და ვერსად ვერ შეიტანა, ვერსად ვერ შეიყვან. ეს ერთი საკითხია და მეორე საკითხია ის, რომ სხეული არ არის ისეთი რამ, რომელიც მეს ნებას დაემორჩილება და დაჰყვება. იმდენად, რამდენადაც სხეულს თვითონ აქვს თავისი გონება და თავისი ნება. მაგრამ სუნთქვის სახით შესაძლებელია მისი შეყვანა შინაგან სამყაროში და აზრთან ერთად მისი, ასე ვთქვათ, თანაარსებობა, აზრთან თანაარსებობა სუნთქვის. ანუ სუნთქვისა და აზრის თანაარსებობა, რომელიც აღიქმება ჩემი შინაგანი დამკვირვებლის მიერ, როგორც ცოცხალი ცნობიერება. ანუ სული ხდება ჩემი შინაგანი დამკვირვებლის ზრუნვისაგანი, ასე ვთქვათ. ჩემი შინაგანი დამკვირვებელი მთლიანად მიმართული და მომართული არის სუნთქვაზე და ამ დროს ხდება სულისგან, სუნთქვისგან, ასე ვთქვათ, აზრის ჩამოშორება იმ გაგებით, რომ სუნთქვა გამშვალავს მთლიანად ამ აზრს და ასე ვთქვათ, ერთიანობაში მოდის ეს ორი რამ, რასაც მე ჩემს შინაგან სამყაროში ნახულობ. და ამდენად ამათი ერთიანობა ქმნის იმას, რასაც მე ბევრი მე ჩემში შინაგან სამყაროში აღიქვამს როგორც ცოცხალ ცნობიერებას. ანუ ხდება ცნობიერების გაცოცხლება, მისთვის სულის ჩაბერვა თუ სულის შთაბერვა, ანუ ჩემი მე, რომელიღაც მე ახორციელებს იმ, ასე ვთქვათ, იმ პროცესს ჩემი სუნთქვისა და ჩემი აზრის მიმართ, რაც როგორც მე მახსოვს, ანუ როგორც ჩემს გამოცდილებაში არის, ასე ვთქვათ, ჩადებული, როგორც თავის დროზე მე შევიქმნი სულის ჩაბერვის, სულის შთაბერვის შედეგად, ხო? ადამიანში და მე როგორც ადამიანი სწორედ ამ მოვლენას ვექვემდებარები, რომ მე შექმნილი ვარ, ჩემი შინაგანი სამყარო შექმნილი არის სწორედ სულის ჩაბერვის შედეგად.
და რა თქმა უნდა ეს მოვლენა რომელიც მე ახლა 2-20 წუთი შევეცადე რომ დამეხასიათებინა შეიძლება სხვანაირად ამას ვუწოდო სული ცნობიერების ანიმაცია მისი გაცოცხლება ხო და ცნობიერების ანიმაციასთან ერთად ხდება ყველა იმ გამოსახულების ყველა იმ ჩრდილისა თუ არჩრდილის თუ ფანტომის გაცოცხლება და ამოძრავება რომელიც ჩემს შინაგან სამყაროში ბინადრობს ასე ვთქვათ და ასეთები არის როგორც წინასაუბრებში ჩვენ ვთქვით არის უთვალავი იმიტომ რომ სამყარო შინაგანი სამყაროც მე როგორც აღვიქვამ მოცემული არის უთვალავი ფერითა რასაც მე ხანდახან ჩემს საუბრებში წარმოვადგენ ასევე უთვალავი მეს სახით ხო მე ამ უთვალავ ფერს ანუ მე ხანდახან ვუწოდებ ხოლმე ასე განვიცდი შინაგანად და იმიტომ ვუწოდებ ჩემს შინაგან მეებს ხო მაგრამ მე მინდა აქ მივაქციო ყურადღება ერთ საკითხს რომელსაც ძალიან ხშირად აკვირდება ჩემი შინაგანი დამკვირვებელი ანუ ახლორე დამცქერი და თვითმხილველი რომელიც თვითონ ხედავს ყველაფერ ამას და სხვის ნათქვამს არ იმეორებს ამიტომ არის მისი ასე ვთქვათ მოწოდებული შეტყობინება ამიტომ არის анда ცოდნა შემიძლია ამას უწოდო მე იმიტომ რომ ცოდნა არის მცირე რამ შეტყობა ხო და ამ შეტყობინებას სწორედ მე ვიღებ ანუ მე მგლოვან ფშილებში ჩასმულ იმიტომ რომ მე არ ვიცი უკვე რას უწოდო მე იმიტომ რომ როგორც კი მე ვიტყვი მე სხვა მეები ანუ უთვალავი მე ესე იგი იმშვალებიან რაღაცა არ ვიცი რაღაცა შურით გაუტანლობით ანუ იმის მიმართ რასაც მე საკუთარ მეს ვუწოდებ და ბოლოს მეც ესე იგი ამომცდება ხოლმე ის სიტყვები რომელიც ერთ დროს ერთმა მწერალმა თქვა თუ მე არ ვარ მაშინ ვინ ვარ მე აი ეს შეკითხვა ანუ არის გააზრების ღირსი ასე ვთქვათ არის საგონებელი ანუ გონად მოსატანი ხო გონად მოსატანი ანუ აქ არ არის საუბარი იმაზე რომ უნდა მოხდეს ამ მოვლენის გააზრება არა გააზრება არაფრის გააზრება აღარ უნდა მოხდეს და პრინციპულად ვერ მოხდება თუ კი ჩვენ დავინახავთ იმას ჩვენი თვითმხილველი მე დაინახავს იმას რომ სუნთქვამ აზრი შეიწოვა და როგორც ასეთი გააუჩინარა გააქრო აზრის გაქრობა რას ნიშნავს აზრის გაქრობა ნიშნავს იმას რომ ერთის მხრივ დაისადგურა სიმშვიდემ ანუ ჩემს შინაგან სამყაროში დაისადგურა სიმშვიდემ იმიტომ რომ აზრი როგორც ასეთი ახლა ამ კონტექსტში აღიქმება როგორც კამათი როგორც სჯა როგორც მსჯელობა და როგორც დაპირისპირების და წინააღმდეგობის ასპარეზი ხო და თუ კი ეს ასპარეზი ასე ვთქვათ გამქრალია და ის შეწოვილია ანუ ასე ვთქვათ სუნთქვის მიერ სუნთქვაში არის გამქრალი მაშინ ბუნებრივია რომ ჩემში რჩება სუნთქვა
და ჩემი მზერა, შინაგანი მზერა, ჩემი შინაგანი გულის ყური, მთელი ჩემი არსება მიმართული არის სუნთქვაზე. ანუ ჩემს საწიერში, შინაგან თვალსაწიერში შემოდის მხოლოდ სუნთქვა და ყველაფერი ამიერიდან, ასე ვთქვათ, ამ კონტექსტში გახდება უკვე არა დანახვის, ხილვის, მზერის საგანი, არამედ გახდება მოსმენის და მოსმენილის შესმენის საგანი. მაგრამ ეს არის, რა თქმა უნდა, ერთი მხარე იმისა და ერთი ასპექტი იმისა, რასაც ჩემი შინაგანი დამკვირვებელი ხედავს. ჩვენ ისე არ უნდა გავიგო მე და ჩემმა დამკვირვებელმა, ასე ვთქვათ, შინაგანმა დამკვირვებელმა, რომ თითქოს ეხლა ჩვენ მივაღწიეთ უკვე იმ მიზანს, ასე ვთქვათ, რომელიც ქონდა დასახული და მოვიპოვეთ შინაგანი მშვიდობა. ასე რომ ასე მარტივად, რა თქმა უნდა, საქმე არ არის, იმდენად რამდენადაც ამასობაში ჩვენ მთელი თავისი სიგრძე სიგანით, ანუ ჩემს შინაგან სამყაროში მე შემოვიყვანე ჩემი სხეული, რომელიც არ არის ცნობიერება, ხო? არ არის, ასე ვთქვათ, სული, ხო? და სუნთქვა, რა თქმა უნდა, მეტაფორულად თუ ვიტყვით, ანუ თუ პოეტურად ვიტყვით, მხატვრულად ვიტყვით, არის მისი აზრი. სუნთქვა არის აზრი სხეულისა, მაგრამ მე მიჩნდება სურვილი და ასეთ სურვილებს მე ვერ, ასე ვთქვათ, ვერ ვიშორებ თავიდან და არც ვცდილობ რაიმე თავიდან ავიშორო, იმდენად რამდენადაც მე თუ კი მინდა ანგარიში გაუწიო იმას, რაც ხდება ჩემში და მე თუ კი მინდა რომ არაფერთან, რაც ჩემს შინაგან სამყაროში ვლინდება, მე არ ვიყო კონფლიქტში, არ ვიყო დაპირისპირებაში, არ ვიყო დაპირისპირებული, ასე ვთქვათ, იმასთან, რაც ხდება ჩემში, ხო? მაშინ რა თქმა უნდა, საკითხი კიდევ უფრო ძირეულ სახეს იღებს, ანუ მე ახლა უნდა გავიხედო, უნდა შევიჭვრიტო იმაში, რასაც ქვია ჩემს სხეულსა და ჩემს ცნობიერებას, ჩემს სულს შორის დამოკიდებულება, ხო? ურთიერთკავშირი. თუ კი ასეთი ურთიერთკავშირი არსებობს, იმიტომ რომ მე არ ვიცი, არის თუ არა ასეთი ურთიერთკავშირი და საერთოდ შეიძლება ერთი პირობა დაუშვათ, რომ შეიძლება ჩემს შინაგან დამკვირვებელს რაღაცა ეტაპზე ეგონა და დარწმუნებულიც კი იყო იმაში, რომ ჩემი სული, ჩემს სხეულში ისე არის მოთავსებული, როგორც დაუშვათ ყავის ნაყენი ყავის ფინჯანში და ესე იგი ეს სხეული მხოლოდ და მხოლოდ მატარებელია აი ამ სულისა, ხო? აი ასე ეგონა და ასე ეგონა ჩემს დაუშვათ შინაგან დამკვირვებელს, მაგრამ სულაც არ გამოვრიცხავ მე იმას, ანუ რა ჩემი თვითონ ჩემი თვითმხილველი მე არ გამორიცხავს იმას, რომ ეს რა თქმა უნდა ასეთი წარმოდგენა შეიძლება იყოს ტყუილი. მე არ ვამბობ შეცდომა, მე არ ვამბობ რა ქვია სიცრუე, არამედ ვირჩევ სიტყვას ტყუილი და ამას მე ერთ-ერთი საუბრის დროს, მომავალი საუბრის დროს მე ამას განვიხილავ, ანუ თუ როგორ ხედავს თვითონ იმ მოვლენას, რასაც ჩვენ ტყუილს უწოდებთ, ჩემი შინაგანი დამკვირვებელი, ხო? მაგრამ მე თუ მინდა ისევ მინდა ვიუბრუნდე
იმას ისი ჩამოყალიბებაც დავიწყე, მე თუ მინდა რომ და მე თუ მაქვს სურვილი იმისა რომ სხეულის მიღმა გავიხედო, ამას მე და სხეულისა და სულის კავშირის მიღმა გავიხედო, რა თქმა უნდა ამას მე თვალით ვერ ვახერხებ, თვალი ამ შემთხვევაში ხედვა მზერა, ამ შემთხვევაში შეიძლება მე არ მშველოდეს, ვერ მშველოდეს და როგორც თქვი, უნდა მთლიანად გადავერთო ანუ მოსმენაზე. მაგრამ რა უნდა მოვისმინოთ ჩვენ, რას უნდა ვუსმინო მე, ასე ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს შინაგანი სახეები, ხატები, გამოსახულებები და ასე შემდეგ, რაც ჩემ შინაგან სამყაროში, ასე ვთქვათ, მე ვიტყოდი რომ ბორიალობენ, ასე ვთქვათ, ხო? უთავბოლოდ დადიან წინ, უკან, გამოჩნდებიან, გადავლენ უკანა კედელზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ეს ამათ მოძრაობას მე შემიძლია ჩემმა შინაგანმა დამკვირვებელმა ჩემს შინაგან დამკვირვებელს შეუძლია ეს ყველაფერი დაინახოს, ეს მოძრაობა დაინახოს, მაგრამ ამ გამოსახულებებს მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ გამომეტყველება, ანუ რაღაცა ფორმა აქვს, რაღაცა ფორმაში არიან მოსულები, ხო? და როგორც ასეთი გაფორმებული დაუშვათ გამოსახულებები, ხო? ძალიან დიდ წინააღმდეგობაში არიან იმასთან, ისევე ჩემს შინაგან სამყაროში, რისი გაფორმება პრინციპულად შეუძლებელია, როგორც მე ჩემი შინაგანი დამკვირვებელი მარწმუნებს, შეუძლებელია და რომელსაც მე უწოდებდი ძალას. ძალა და ფორმა უპირისპირდება ერთმანეთს. ჩემში უფრო მძაფრად ეხლა, ვიდრე მანამ სანამ მე შევეცდებოდი ჩემს სხეულთან დაკავშირებული მოვლენები, ასე ვთქვათ, გამომეღვიძებინა, ხო? მე ასეთი განცდა მაქვს, შევძელი ჩემი ცნობიერების გამოღვიძება, რა კი ეს მე დავინახე, ანდა დამანახეს სხვებმა, ხო? მაგრამ მოსმენაზე ჯერჯერობით მე არა მაქვს არანაირი ასე ვთქვათ საბუთი იმისა, რომ მე რაღაცა მესმის. ანუ ხმის მოსმენაზეა საუბარი, ხო? ჟღერადობის მოსმენაზეა საუბარი. ეხლა კინემატოგრაფიულ სიტუაციაში ამოვყავი უცებ თავი. ანუ აი მუნჯი კინოს პერიოდ შემიძლია შევადარო ეს ყველაფერი, რაც ჩემში ეხლა ამ საუბრის დროს, რასაც მე განვიცდი, ხო? მუნჯი კინო, ანუ გამოსახულებები დადიან, რა თქმა უნდა, ამოძრავებენ სხეულს, ამოძრავებენ, ხო? პირს, თვალებს, ასე შემდეგ, ანუ მოძრაობას ვხედავ, მაგრამ მუნჯი კინოს ანალოგს მოვიშველიებ, ხო? ჯერჯერობით არაფერი არ მოასწავებს იმას, რომ ამ ასე ვთქვათ, ამ მოვლენებს, რასაც მე ჩემში ვხედავ, ხო? კონდეს ხმაც კონდეს. მაგრამ ეს დიდი შეცდომა იქნება, რა თქმა უნდა, ჩემი მხრივ. მე ასე მეუბნებიან სხვა დაუშვათ დამკვირვებლები, რომლებიც ასევე ჩემში არიან, ხო? მე მეუბნებიან, რომ ეს შეცდომაა, როცა შენ ხმად მიგაჩნია და შენ გონია, რომ ხმა არის მარტო ჟღერადობა, ის რაც ისმის, აი რაც იგულისხმება გამოთქმაში, ხო? რაღაცა ხმას გამოსცემს, ხო? აქ არაფერი
მე ვერაფერი ვერ დავინახე, ან შეიძლება მე ყური არ მაქვს, სმენა არ მაქვს, ხომ? ისე როგორც მე მაგალითად არ მაქვს მუსიკალური სმენა, სრულად არ მაქვს მუსიკალური სმენა, მაგრამ აქ რა თქმა უნდა მარტო მუსიკის ასე ვთქვათ ანგების მოსმენაზე და ტკბილი ხმების მოსმენაზე არ არის საუბარი. არანაირი ტკბილი ხმა დაუშვათ ჩემს შინაგან დამკვირვებელს არ აინტერესებს. მას უნდა რომ ჩემი შინაგანი სამყარო დარჩეს ასე ვთქვათ გულგრილი ყოველგვარი იმის მიმართ, რასაც შეიძლება უწოდო ტკბილი ხმა, რაღაცა სინარნარე, რაღაცა პოეტური თუ მხატვრული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რატომ? იმიტომ რომ ის თავს იცავს და ჩემი შინაგანი სამყარო თავს იცავს იქედან იმისგან, თავს იცავს იმისგან, რომ არ მოიხიბლოს, არ მოინუსხოს იმით, რასაც ხედავს. ხედავს უმშვენიერეს ფორმებს, ხომ? უმშვენიერეს გამოსახულებებს. თუ ის, ანუ ჩემი შინაგანი სამყარო, ჩემი შინაგანი მე ამას გახვება, მაშინ ის აღმოჩნდება საბოლოო ჯამში, ის აღმოჩნდება ამ გამოსახულებების ტყვეობაში. ის გახდება პატიმარი, ხომ? მაშინ როცა ტყვე გახდება და ვერასდროს ანუ ალბათ შეიძლება შესაძლოა როგორც მე მარწმუნებენ ჩემი მარწმუნებლები, შინაგანი მარწმუნებლები მარწმუნებენ, შეიძლება ეს იყოს რა ქვიან ძალიან დიდხნიანი პატიმრობა, ასე ვთქვათ, ხო? ძალიან დიდხნიანი პატიმრობა. მაშინ როცა მე აზრი, ასე ვთქვათ, დავაკვირდი იმას, ჩემი შინაგანი დამკვირვებელი დააკვირდა იმას, თუ სუნთქვა როგორ შემოვიდა აზრში, ხო? ისე რომ მან გადალახა საზღვარი, ანუ ის იყო ზღურბლზე და ზღურბი გადალახა, გადმოაბიჯა, ანუ საზღვარი დაარღვია, ხო? საზღვარი დაარღვია. მაშინ ჩაიდინა მან დარღვევა და აზრმა ეს დარღვევა ასე გააფორმა, რომ მე ვარ სწორედ დარღვევა, ამბობს აზრი, ხო? მე დარღვევა ვარ. თუ რაღაცამ არ დაარღვია საზღვარი, ხო? ის რაღაცა ვერ გახდება აზრი, მე ჩემი შინაგანი მარწმუნებლები მარწმუნებენ, ხო? თუმცა მე არ ვიცი მე თუ არა ვარ, მაშინ ვინ ვარ მე? აი ამ შეკითხვას დავტოვებ დღევანდელ დღეს. მადლობა.